რეკორდინგი გაუშვი, всё დავიწყოთ. ეხა დღეს გვექნება ლაივი, სადაც პაწუს, რომელიც ამ სერვერზე ბევრმა გაიცნო და ბევრი იცნობს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდენტად. რაც არ უნდა სხვას გაუტყდეს, არ გაუტყდეს, ეგრე არის. ფაქტი ეგრეა. ადმინის როლი როა, ეგ იმას ანიშნავს, რომ მოსწავლე არ არის. ადმინის როლი იმიტომ მივეცით, რომ მაგარი ბიჭია. მოკლედ. და პაწუს გაიგაჩერდი. პაწუსთან მექნება რამოდენიმე კითხვა. ეს როგორც არა ჩვენს მოსწავლეებს, ისე ჩვენს მოსწავლეებს გამოადგებათ, იმიტომ რომ მის მიდგომას, მის მონდომებას, მის თვითონ გზას, რაც გაიარა, რაც თუ გინდა აქამდე როგორ მოვიდა, მაგ ყველაფერს გაიგებთ აქ. და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ვიცი პაწუზე. მაგრამ თქვენც გაიგებთ მაგასთან დაკავშირებით კარგ რაღაცებს. მოკლედ, პაწუ. ეხა, შენ უნდა მითხრა გიაჯენის შოუს. პოდკასტი არის პატარა, ონლაინ პოდკასტი. რამდენი წლისაა პაწუ? ითხოვობთ. 19 წელი. 19 წელი. რა საკიდან დაიწყე ტრეიდინგი, აი ინტერესს რო გაგიშთა? 16. 16 წლიდან. კაი, მოდი შენ თქვი ჯერ თავიდან როგორ დაიწყე ტრეიდინგი. Короче, ნათესავისგან გავიგე ზოგადად ტრეიდინგი რა, ვონდ კრიპტოში ჯერ. და მაგიდან მივიღე ინფორმაცია, მაგრამ თავიდან არ დავინტერესდი რა. არ იყო საინტერესო ჩემთვის. პროგრამისტობა უფრო მაინტერესებდა თავიდან. მაგრამ მე ის პერიოდი იყო, რომ აი TikTok-ზე ხდებოდა რა. აი 9-დან 6-მდე მუშაობა და რაღაცები. რომ მატრიქსს გაიგეთ რაღაცები და მაგის მერე დავინტერესდი ზოგადად ტრეიდინგით რა, ვონდ შეიძლება მაგაცისგან გავიგე ეგ 9-დან 6-მდე მუშაობა რო სისულელია და რაღაცები და პირველი წიგნი წავიკითხე Rich Dad and Poor Dad რო არის ეგ და მაგის მერე ვხვდი რომ 9-დან 6-მდე მუშაობა სისულელია და მე დავინტერესდი ისევ ტრეიდინგით რა. ეგ იყო მიზეზი რის გამო დავიწყე ტრეიდინგი. კაი. მოდი თავიდან რო დაიწყე ტრეიდინგი, რა გზა გამოიარე მაგაზე თქვი რა. აი თუ გინდა ტექნიკურად, თუ გინდა რა ადგილებში იყავი, სად მოიტეხე ფეხები. მსგავსი რაღაცები რა. და ის თქვი აი ფინანსურად თავიდან რო დაიწყე ტრეიდინგი, აი ნუ ეხლა დეტალებში არ თქვა რა, მაგრამ ანუ დიდარი ხარ და მასე დაიწყე ტრეიდინგი თუ ჩაოლებრივად რა, როგორც ხო. ეგეს ჯერ ის თავიდან რა. და მე 16 წელს რო გავხდი სპარში და ეგეთ ადგილებში მუშაობდი და მე გავიდა, ანუ მაგ დროს გავიაზრე რომ სისულელია რა, ზოგადად მუშაობ. ხო რა შეიძლება ეხლა როგორ დავიწყე და საიდან დავიწყე რა. ერთხელ კაროჩ ამერიკის ტელეფონზე რა ბიჩენს ეგ. ტელეგრამ ჯგუფი იყო Libertex-ის მენეჯერი იყო თუ ვიღაცა. რა ვიცი 100-200 კაცი იყო მანდ რა და მაგიდან დამენიკეს და მაგ ტელეგრამ ჯგუფში აღმოჩნდა თავიდან რა და მან დასწავლა ინდიკატორებს RSI მაგდი ხო მაგდი დაიგენი კარგი მე უკვე JavaX-ი იყო რა მან იდეაში ვერაფერი გავიგე რა და მე პლეის JavaX-ი რო გავიგე რომელიც TikTok-ზე წუთში $10,000-მდე შოულობდა მე გადავედი JavaX-ზე რა JavaX-სთან მე JavaX-სთან შენსკენ უფრო ეგეც მოყვება რა თუ ხო რავი ეგეც მოყვება JavaX-ზე თუ რავი 1-4-5 ვიდეო 5 წუთიანი სადაც თავის სტრატეგიაზე ხსნიდა რა მაგრამ ისეთი რთული იყო ანუ გამოცდილებიდან გამომდინარე ტრეიდობდა ეგ უფრო არის დაუკვირდი რა სამ პატარა ვიდეოები წერდა და ოფშორებს შორის გავიგე მაგითარ რა და მანდ იყო ორი ტრეიდერი ერთი იყო ბი და მეორე იყო ელპერსონი რა და რო დავუკვირდი ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა თავიდან ეგრე მეგონა რა ორიოსო ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა მაგრამ მივხვდი რომ ბის ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდა ვიდრე ელპერსონას რა ხო და თავიდან წარმოდგენა მეგონა რომ მაგ ხელა ინფორმაციას მის დავუგროვდი როგორც ამ ორმა თავიდან თან კოლში შედიოდი ელპერსონას ისე იყო რა ანუ ზემოდან იყო თითქოს და ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა და რაღაცა რა ბი კოლში არ ვნახია ხოლმე პროსტა ჩარტის იმებს აგდებდა ხოლმე რა წაუგებელ ანალიზებს ხო ეგ იყო ხო და მე ბის მახსოვს რომ ბის თხოვეს თვითონ ვინც რაღაცები ასწავლა სერვერი გაიკეთებინა და
მაგ სერვერზე აღმოჩნდი მე და პირველი რას ლაივ სესია იყო რა, თუ რაღაც ეგეთი ჩარტინგ სესია იყო და მან ისეთ რაღაცებს საუბრობდა, რომ თან შოქში ვიყავი, რომ მეთქი ესეთი რაღაცები საიდან ის თქო და წარმოუდგენელ მეკონა, რომ ეგეთ რაღაცებს მე ვისწავლდი რა. ეგრეც არის ეხლა ვისწავლი. კი, ეგრეც არის ბაზარია. მე. So? აი თავიდან რომ დამეიკეს რაღაცა, მაგ დროს ზანის იმაში ვიყავი, რომ მეკონა მეთქი ძალიან თავიდან რომ ძალიან დიდ ფულს ვიშოვიდე და რაღაცა რა, 16 წლის ბავშვი ხარ და მაგ თავიდან მეც ეგრე ვიყავ. ხო. 16 წელს ვიყავი, კითხვები არ მიჩნდებოდა საერთოდ რატო უშოთ რის გამო ვარია სანდოები რაღაც ეგეთი და თავიდანვე ძალიან დიდი არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ფული იყო $500 შაურისხე რა. თან ჯაბექსას, ანუ ორესთან ისეთ ვიყავი, თან ჯაბექსასთან, თან იმასთან რა. Telegram-ს. ხო და თავიდან იყო 150 და ეგ ჩაურიცხე რამდენჯერმე რა, 3-ჯერ თუ 4-ჯერ. და ეგ $500 დავკარგე რა და ეგ იყო ემოციურად ძალიან რთული. იმიტომ რომ იმ ხელა იმედები დავამყარი ტრეიდინგზე და ესე 2 წამში როგორ ისროდება ძალიან რთული არის რა. მით უმეტეს დაბალ პატარა ხარ მით უმეტეს. ხო. თან პლუს ის თემაც იყო რომ ინფორმაციას ვერ ვიღებდი იმ ხელას რომ იმ ხელას ანუ სწორი ინფორმაციას ვერ ვიღებდი ვერავისგან რა და რთული იყო მაგ მხრივ. სწორი ინფორმაციის მოძებნა რა, მაგრამ შენ რო გამოჩნდი მე თან პლუს პირაჩის წადი ხოლმე რა. რომ ბევრად მეტი ან თავიდანვე ის მომენტი არ მქონია რომ ფულზე, ანუ შენთან რო შემოვედი უკვე მივხვდი რომ რეალურად რა იყო ტრეიდინგი, იმიტომ რომ 2 წელი მქონდა დაწყებული მაგის მე დაახლოებით და ვიცოდი რომ ფულზე კონცენტრაცია არ უნდა მქონოდა და ბევრად სხვა ფაქტორები იყო, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული. ხო, აი მაგაზე მინდა და მეთქვა რა. აქ რო შემოხვედი, მე მახსოვს რომ ვაფშე სხვა მიდგომა ქონდა ისეთი რომ აი მე და სანჯი მეგრევე შეომჩნიეთ რომ აი ძალიან მაგარი მიდგომა ქონდა ტრეიდინგთან რა. აი ძალიან მაგარი და შემახსოვს ერთხელ აკაუნტზე თქვი რომ აი რო გავუპასაო, არც გავააქტიურებო, ფეხებზე მკიდიაო რა. გამოსილებაა ჩემს, ნუ მაგას ხა ხშირად გიმეორებდით რომ გამოსილებაა თავიდან ესეკენით რომ მაგას ბევრი არ ისმენს ეგრე. როგორ ჩვენ მოისმინე ეგ? აი მაგაზე თქვი რატო იყავი ეგრე იმენა ეგრე მაგ მიდგომით. ანუ სწორად. ხო. თავიდანვე გავიაზრე ის ფაქტი, რომ ძალიან რთული პროფესია იყო რა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მარკეტზე ხარ, სადაც რავი, ამ ხელ კონკურენტები ყავს, შენაერები არიან, რა, მილიონობით ადამიანი და რთულია მაგათ კონკურენცია გაუწიო რა და ჯერ ის ფაქტი უნდა გაიაზრო, რომ თუ როგორ უნდა აჯობა მაგ ხალხს რა და მაგაზე უკეთესი როგორ უნდა იყო. და მე ის თემაც იყო რომ ამ ხელაფული რო დავკარგეთ რაღაცა ეგ მაგ მომენტში გავიაზრე ის ფაქტი რომ ფულზე არ უნდა ყოფილიყავი კონცენტრირებული და მე თან პლუს ეგნები წავიკითხე ბევრი ტრეიდინგზე ერთ-ერთი იყო მარკ დუგლას ტრეიდინგი ზონე ხო კი რომელსაც მაინცეთ შემისვალა რა თან პლუს მაგის ვიდეოსაც უყურებდი რავი 1 საათნახევარიანი ვიდეოები ქონდა YouTube-ზე და რა მაგის ყველა ვიდეო თითქმის ნახე მაგ რა და მაგანი იმქონდა ჩემზე თან მე იყო best loser wins რომელსაც ბევრად უკეთესად ამონახა ტრეიდინგი და რაღაცები ჩემს სტრატეგიაში გამოვიყენე. ფსიქოლოგიის პონჩი აღონდა. ხო. ზოგადად ფსიქოლოგიაზე მაინტერესებს ბარემ, სანამ სხვა რაღაც გითხავ რა. შენი აზრით, აი, ფსიქოლოგიას რაც შეეხება ფსიქოლოგიური პრობლემები რა ხალხს რა, ტრეიდინგში. ეგ პრობლემა გამომდინარეობს იმენა მარტო ტრეიდინგის ფსიქოლოგიის პრობლემებიდან თუ ზოგადი პრობლემებიდან? არა, ზოგადი პრობლემა, იმიტომ რომ ანუ ტრეიდინგი ძალიან დიდ ზეგავლენს ახდენს შენზე რა. მე აი, რა ვიცი, გტესტავს. ხო ვიყავი ამიტომაც უკან და დღეს საერთოდ ხო ვარ რა. ბევრად უკეთესი ხდები, არა მარტო ტრეიდინგში თვითონ რა, გარეთ ცხოვრებაში რა. იმიტომ რომ იაზრებ იმ ფაქტს, რომ მარკეტზე რო ჩდები, ბევრი რამის წინააღმდეგ მიდიხარ რა, შენი თავს ებრძვის რა ვთქვა. ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა და ეგ ყველაფერი ცხოვრებაში გადმოგაქ რა და ცხოვრებაში ანალოგიურად ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა რა, მათ შორის რავი, ვარჯიში, აი აქ რავი, სტუდენტები ვართ 90% ვარჯიშობთ რა ფიზიკურად. პლუს რა უკოებაც და აი ანუ ყველაფერი მოქმედებს თვითონ ტრეიდინგზეც იმ კუთხით რომ უარი გიწევს უარი უნდა თქვა რაღაცებზე რა და ანუ ემოციურად გეხმარება იქ ყველაფერი
კაი. ეხა მითხარი, აი, ნუ mentorship-ის პერიოდში რო სწავლობდი რა. ხო. როგორ ისწავლე? რომ მარტივად აგეთვისებინა ის ყველაფერი. ის მასალა, რაც ვასწავლეთ და ხო. თავიდან ხოთა შორის ისეთი წარმოდგენა მქონდა რომ მარტო მეთქი ტექნიკურ საკითხს ვისწავლე მეთქი აქ თქო და ფსიქოლოგიურ შემი დავხვეწავ თქო იმიტომ რომ მაინც ესეთი შეცვლილი მქონდა იმ კუთხით რომ ფულზე არ ვიყავ კონცენტრირებული რა შეიძლება მეთქი დაჟე მეგონა მეთქი ფსიქოლოგიურ პრობლემები აქ თქო რა და მაგ ყველაფერს შემით გამოვასწორებ თქო რომ რა მეთქო რა მე მარტო მაიცა ფსიქოლოგიურ პრობლემები სად შემამჩნიე არ ვიცი ანუ დობა ისე მქონდა გამქრალი ქართველებისა და ტრეიდერების მიმართ რომ მეთქი ამან პროსტო ტექნიკურ საკითხებს მასწავლეთ ხო და დავიკიდებ თქო რა ეგ თემა იყო უფრო ხო მაგრამ რო გავიაზრე რეალურად ეგრე არ იყო და ასაც კაიმაისაც კონია თუ გაგძელი ხო და რაც შეიძლება სწავლოს რა რავი ყოველდღე ვეჯექი რავი 7-8 საათი bis ლექციებს უყურებდი ერთ ვიდეო შეიძლება 1-5-6 შემეყურებინა და რავი ბექტესტის ვაკეთებდი რავი 2 წლიანი ბექტესტი იგი მაქვს ნოუთებით გაკეთებულია ნოუთებში ვიწარე ყველა ტრეიდს ძალიან მონდომებული ვიყავი რა მოკლედ იმიტომ რომ სწორი ინფორმაცია მივხვდი რომ თავიდანვე რომ სწორი ინფორმაციას ვიღებდი და ეგ იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგ სწორი ინფორმაციის დროის ინვესტიცია გააკეთა ან თავიდან იმდენი მედგაცრუება მქონდა რომ სწორი ინფორმაციას ვერ ვიღებდი რა და როცა მაგითადა გამოცდილება გაქვს მაგ კუთხით მე უფრო აფასებ სწორი ინფორმაციას რა ეხა შეიძლება აქ ბევრი დამწყები არის რა და ეგ გამოცდილება არ აქვს გამოვლი რაც მე მაქვს პირადად იმიტომ რომ ძალიან მაგ ხრივ რა და უფრო მე პირადად უფრო აფასებ ვიდრე თქვენ დაახლოებით ანუ ეგრე ვთქვა რა ეგრე ვიტყვი იმიტომ რომ ის ცუდი ინფორმაცია არ გაქვს გამოცდილი რა როგორც მე დავუშვით მაგრამ ჩემზე წინ ხართ იმ კუთხით რომ მე დავკარგე 2 წელი უაზრობაში და თქვენ ახლა იწევთ რა FX replay მე ჩემი რჩევა იქნება რომ აქ რა ინფორმაციასაც იღებთ დააფასოთ იმიტომ რომ ეს ინფორმაციას ვერსად ვერ მიიღებთ კაი საერთოდ ვერ გამარჯობა მეგობრებო კითხე როგორ შეუთავსე 7-8 საათი ტრეიდინგის ყოველდღიურობას მუშაობ ანუ მან ხა თემა რა იყო 7-დან მუშაობდი 4 საათამდე რა ვიღვიძებდი დაახლოებით 5-ისკენ რა თავიდან ალბათ უფრო ვიდეოს ვუყურებდი მაგ პერიოდში სამუშაოდ გავიდოდი და მე მუშაობას მომთავრებდი მე კიდე ვაგრძელებდი ოღონდ უფრო ბაიქტესტინგს რა ძალიან ადრე ვიღვიძებდი ხოლმე ეხაც ადრე ვიღვიძებ 5-ისკენ ეგრე ადრე ვიღვიძებდი და არ გეძინა ძმა ძალიან ცოტა ეძინა თუ მოინდომებ ყველაფერს შევთავაზებ ერთმანეთს რა ის ანუ ეგ თავი იმის არ უნდა გაიправოთ რომ ასა დროის პრობლემა გაქვს და არ გქონთ რომ ისე კაი ბაცო ეხლა შენთვის კითხვა მაქვს ესეთი რა შენი მიდგომა ტრეიდინგზე გავიგეთ რომ კაი იყო რა მაგრამ აი კაი მიდგომა რას ნიშნავს შენთვის რომ აი კარგი მიდგომა თუნ დაიწყე თავიდან როგორი გქონდა თავიდან არ მქონია კაი მიდგომა საერთოდ ხო კაი მიდგომა არ ქონია რას ნიშნავს რომ ცუდი მიდგომა აქვს ტრეიდინგში ცუდი მიდგომა რას ნიშნავს და თავიდან რა უყურებდი ხალხს რომლებიც წამში $5,000-6,000 აკეთებდნენ მეგონა რომ მეც ანალოგიურად გავაკეთებდი და ტრეიდში შევდიოდი ვფიქრობდი რამდენი პროფიტს გავაკეთებდი დაუშვათ და იმაზე არ ვფიქრობდი თუ რა შესაძლოა უშვებდი ან რას ვაკეთებდი ცუდს ეგ ყველაფერი მქონდა რა მეორე ხარისხოვანი დაჟე არც იყო მეორე ხარისხოვანი მეათე ხარისხოვანი იყო ყველაფერი და როცა ფულზე ხარ ორიენტირებული ბევრად უფრო რთული არის ემოციების კონტროლი და ემოციების მარტო მანდ ეხა ფსიქოლოგია ძალიან გატრედილია ჩემი აზრით მაგაზე უფრო გასავრცობია ჩემი აზრით რა იქნება კაი დობასთან საკუთარ თავს ენდობი ემოციების კონტროლი ბევრად მარტივია და აი დაუშვათ ტრეიდსო წაგებ დღეს იცი რომ შემდეგ კვირას ან შემდეგ თვეს მაგ წაგებას ამოიღებას რა ვთქვათ მაგრამ არ ამით რომ მეორე დღეს ორჯერ უფრო მეტი გახსენდა მაგით ამოიღებ მაგ წაგებას კაი ერთი კითხვა აი რამდენ ხანში დადე პირველი პროფიტი ვეკითხებიან რა აი მაგ კითხვაზე რა სიტყვი როგორი კითხვა არის პროფიტი პირველი პროფიტი equity-დან გამოვიტანე $100 ეგ იყო მე მგონი 3-4 თვე იყო ასული რაც mentorship-ი გავიდა 3-4 თვეში გაკეთა payout ძალიან მაგარი შედეგი არის პირველი payout-ი ეგ იყო
და მე მგონი ბლეფენას მე ვიყავი მეორე ვინც payout-ი გააკეთა. ხო. ეხლა რომ მოიყარა ბევრი payout, მაშინ ეგრე კი არისო ხო? მაგრამ მე პირველი ვიყავი ვინც ორი payout-ი გააკეთა. ხო, არა და უნდა რომ სუსუ პირველი ყოფილიყო, მაგრამ ვერ იყო. ოკეი. ბიჭო, ეგ ამბიცია თავიდანვე მქონდა რა, რომ მეთქი რა შევალთქო ბიჭთან თქო საუკეთესო სტუდენტი უნდა ვიყო თქო რა. ეგ ამბიცია მქონდა თავიდან. $100 დახარჯი. მაგრამ რა? $100 დახარჯი. ბიჭო, ეგ $100 შენახონ მაქვს ფოტოშოპში. მართლა? იმე გამოიტანეთ გიზდი კიდევ ის. იმე. ოპა. რეკრამი ჩარჩაში უნდა ჩავდო მე ეგ $100. პროფიტი თუ არ იყო мотиваცია რანაირად არ დაანება თავი პროფესიისო. რაო? 2 წელი პროფიტი რო იკეთები რატო არ დაანებე ტრეიდინგსავი? ქონია ეგ მომენტი ძალიან ბევრი. თან მით უმეტეს მეც ქონია. სწორ ინფორმაციას ვერ იღებ, თუ მაგასო იაზრებს სწორ ინფორმაციას ვერ იღებ, ქონია ძალიან ბევრი მომენტი, რომ თავი დამემენებინა რა, მაგრამ მანდ ხა ბიჭო, ესე 1-2 თვე მქონია რა, შესვენებასავით. ბაწურად შემარკესობა. ხა ცოტა ისეთი ხო. კაი, ეგ ჯერ არა. ეს მან ვიზეზი ვიცოდ დარწმუნებულიყავი, რომ იმ 1%-ში, რასაც profitable trader-ი ქვია, უნდა მოხდარიყავი რა. ეგ ამბიცია მქონდა თავიდან. და იგო. ხო, ანუ ბევრს არა აქვს ეგ ამბიცია, ანუ რო იგებენ, რომ ესა ცოტას გამოსდის, ცო მეც არ გამომივა რა, ანუ იმინა ლუზერები არის, ლუზერები ხართ ეგეთი ხალხი, იმიტომ რომ იმის ამბიცია და ის თუ არ გაქვთ, რომ აი თქვენ იყოთ იქ, რავი, ცხოვრებაში ვაფშე რა გინდათ, რა ვერ ხვდები. სკოლის მოსწავლე ვარ, 15 წლის ვარ, დილით 7-ზე ვდგები და სანამ სკოლაში მივედა სკოლაში მისვლის მერე, სანამ გაკვეთილება არ დაიწყება, მეხსოვნა ინსტიტუტის ვიდეოს, შენს ვიდეოს, ძალიან მომდევნებული ვარ ამ პროფესიის მიმართ, მაგრამ ბევრი ინფორმაციას ვიგებ ერთად და ვერ ხვდები როგორ გავფილტრო და შეგვიძლია არჩევა მომცეთ. ინფორმაციის გაფილტვრა. აი, ინფორმაციის გაფილტრო 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ აი ეგრე პაზოსავით არ მოგივიდეთ. ანუ, ალბათ არ იყო ინფორმაცია რა, ეგ თემა იყო უფრო. ხო, ინფორმაციაც არ იყო შეიძლება, ხო. ეხლა მე ვარ გამაკეთებინა ეს სერვერი, პაზოვისგან მიიღებ და ამ ინფორმაციას აზიარ ვარ. ხო. მე ზუკა მე მაქვს 1000-ზე მეტი აკაუნტი, სანამ ბიჭთან მოვიდოდი დაფელებული რა. და ესე ვგრძნობდი რა, ანუ ის რა თემა იყო, რო ავიღებდი დავუშვათ სამსახური და $800, სუფულს თლიანად ტრეიდინგში უშვებდი რა, საერთოდ თლიანად. და აუის. ეგრე არ ხნათ ხალხო? მაგით არ მივუწევი ამ წარმატებას? ეგრე არ ხნათ? ინფორმაცია როგორ უნდა გაფილტრო, მაინც ასტროს ვეთყვი. როგორ უნდა გაფილტრო? ალბათ ტექნიკურ მხარეზე იძახი, რომ ну იდეაში იმ მე კითხვა უნდა დასვა, იმიტომ რომ არ გაგასაფილტრე ხა ამ მომენტში. ხო, მე მგონი საკმარისი ინფორმაცია არ აქვს ჯერ. რომ მე ეგ ინფორმაცია გაფილტრო. სანამ კურსს დავიწყე. ხო, ეგ თქვი რომ ტელეგრამში ვიყავი თქო და რაღაც ინდიკატორებს მასწავლდნენ, სადაც ძალიან ბევრი ფული დავგარგე. ძალიან ბევრი იმ მომენტში შემთხვევით ძალიან ბევრი იყო რა. სანამ კურსს დაიწყებ, რაცოდის დაგროვება მიზან შეწონილია. რა კურსს აიწყებს? ამაზეა მო, ჩვენსაზე? არაფერი, ნოლი მასწავლე. აი, უფასო სიგნალები არ იყო, უფრო ის იყო, ინდიკატორებს მასწავლდნენ რა. იცი მოკოღრუბელია თუ რა ასე იყო. მახსოვს ეგ. ეგ მახსოვს მაგდ. სანამ კურსს დაიწყებდი, მანამდე basics-ს და საიდან მიიღე თუ 0-დან დაიწყებ. ეგ თქვა უკვე. ეგ თქვა უკვე. ქართულზე ვიწერდი ხოლმე სკოლაში და ესე ვიწერდი ხოლმე, რომ პატერნებს ხატავდი EMI, W და მაგებს ხატავდი ხოლმე. და რავი, სანთლის open high close ეგენი ძალიან ამაქვს. ბაცო გოთი ამერე ჩემს ხოლმე სარასაი ბაცო იქ. მაგის დავით მაგ ფოტოშოპს. და ის შეინც მაგ. ნოუთები როლში ჩავიწერო, Notion-ში, Notion-ი გამოგატიო. მე თავი როლში ვიწერდი. ხობი 0-დან მასწავლეთ ნემო, რა ვიცი. წინა ცოდნა არ არის საჭირო. ალბათ რა ეგ ინფოც იქნება ხო 0-დან დაიწყება, ანუ კი. კი, მაგრამ ის არ გიგონოთ რომ ყველაფერს ლანგარზე დაგიდებთ რა, იმიტომ რომ აი რაღაცები არის ძალიან ელემენტარულები. რაც არ ვლაპარაკობ, აი კონტრაქტი რა არის და ეგეთი რაღაცები, ძალიან გოგას ველაპარაკებოდი მაგაზე. ანუ ეგეთი ანუ ელემენტარულებს ხსნი რა, შეძლებს დაგვარად რა,
მაგრამ აი ზოგი ისეთი ხართ რა, ტრაკის განძრევა არ გინდათ პირდაპირ გეუნებით. ტრაკის განძრევა არ გინდათ, თქვენით არ გინდათ შესვლა და დააჭერა რაღაცეებზე. რომ დააჭიროთ და გაიგოთ და ისწავლოთ. აი პაწუმ კონტრაქტი იცოდი პაწუ რა იყო? მე გასავლე კონტრაქტი? არა. მე გასავლე სტოპლოს დაყენება? ტრეიდ შესვლა მე გასავლე? Payout-ის გაკეთება მე გასავლე? პროფირმაზე დარეგისტრირება მე გასავლე? MetaTrader-ის დაკონექტება მე გასავლე? მაგას არიან მიშოვლები, რომ მარტივი ინფორმაციის მიღებას და ეგ არა ასწავლი დამჯერდი. ჩემი აზრით რაღაც კუთხით ის გამოსლება რაც მე მივიღე, უნდა მიიღოთ, რომ ერთ დააფასოთ ის ყველაფერი, რაც ახლა აქ გაქვთ. დემოზე ტრეიდს ვერ ვაგებ და ფანდებზე მიჭერს ასეთი მომენტი გქონია და ვეკითხებიან. დემო ტრეიდს ვერ ვიგებ და მიჭერს. რავა. ხო და დანიელმა ძალიან ბევრი რაღაც იცის. აქეთ ასავდეს ხალხს. ეს ემოციის თემა არის უფრო. ეგ ემოციის თემა არის უფრო და მაგიტო swag. მიჩოვის ამბავიც არის რა. შენ ეხა რო გადადიხარ ფანდებზე, შენ თავში თავდაჯერებლობას კარგავ. რწმენას შენ თავში რა. და რწმენას რო კარგავ, მაგიტომ შენ ტექნიკურ ხარეს აღარ ენდობი და ცუდ ანალიზს აკეთებ. ხო, ანუ ერთი რის თქვენ შემი შეგვიძლია ისა რომ გამოცდილება არ გაქვს და შენ თავს არ ენდობ იმდენს. ანუ ჩემი აზრით, ემოციების კონტროლი ეგ არის რა, როცა საკუთარ თავს ენდობი იმ დონეზე რომ მე მარტივია მეხვედრა იმის რომ ოკეი, სისულალი არის პასტა ემოციებზე დამოკიდებულება რა. იმიტომ რომ როცა ის რომ ერთ ტრეიდს წააგებ სამომავლო და ერთ თვეში პროფიტი დარჩები, მაინც მეორჯერ აღარ გახსენ ტრეიდს. ის მაინტერესებს პაწუა. აი ICT-ზე რა სიტყვი რა? აი ICT კონცეფცია რა სიტყვა ნუ? ხო არის ამბობენ როს ICT-ს მე ძალგი დავაჯვოთ. კონცეფცია რა? ნუ რო ამბობთ რომ რაღაც კაია და სწორი ინფორმაცია მიიღე. ინდიკატორებით ხო ინდიკატორებითაც ხო შეიძლება და რაღაც ეკეთება. აი რატო ICT ჯობია სხვებს? ჩემი აზრით, პირადად ჩემი აზრით, რატო ჯობია ხა ინდიკატორებს ICT რა? თავარი მიზეზი რის გამოც ავირჩი ICT ეს არის რომ ლოგიკას მარკეტისას ძალიან კარგად ხვდები, როცა ის ტრეიდერი ხარ რა. ხვდები მიზეზს რის გამო ჩამოვიდა მარკეტი და უშოთ პრობლემებში, რის გამო მოხსნა buy side liquidity და რის გამო დაუშვათ რის გამო წააგე ტრეიდი, მაგ ყველაფერზე შეგიძლია შენ თავს გასე პასუხი რა. ყველაზე მთავარი მიზეზი რის გამოც ICT ჯობია ყველა სხვა კონცეფტს არის ეგ. ინდიკატორებსაც გავსი რაღაცა არ ხდება რა. რაღაცა ინდიკატორი გიჩვენებს რომ buy სიგნალი არის და შედიხარ ტრეიდში პროსტა. არის რის გამო წააგე ტრეიდი? არა ინდიკატორებს არ აქვს. მაგაზე ინფორმაცია არ გაქვს. და მთავარი მიზეზი რის გამო ICT ჯობია ყველა სხვა კონცეფტს არის ეგ, რომ ლოგიკას ხვდები მარკეტის. კაი, ყველა მოძრაობის ლოგიკას ხვდები რა. ნებისმიერი მოძრაობის. ინდიკატორებს არ ვიყენებთ. ერთი კითხვა მაქვს, აი ტექნიკურ მხარეში ხარ ძალიან დახვეწილი. იმენა ძალიან დახვეწილი ხარ, ზუსტი ხარ, რაც ICT კონცეფტის ტრეიდერი უნდა იყოს რა. ნუ აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ანუ აი რამ მიგიყვანა მაგდონემდე. რო ხარ დახვეწილი, მარკეტს ეგრე ხედავ. და კითხულობ მარკეტს, როგორც იგს ავიწიგნებით. გამოცდილების ბრალია უფრო ეგ რა მგონია რომ როცა ბექტესტინგი ძალიან მნიშვნელოვანია მაგ კუთხით. რა მე პირადად ჯერ იმ კუთხით დამეხმარა ბექტესტინგი რომ ჩემი თავის ნდობა გამიჩნდა რა, მივხვდი რომ ორ წლიანი ბექტესტინგის განმავლობაში პროფიტი გავაკეთე და პროფიტში ვიყავი რა და პროფიტული ვიყავი რა და ეგ მაგან ჩემზე ძალიან იმოქმედა იმ კუთხით რომ პრო ვენდობი ჩემ თავს რა. ეგ ერთი და მეორე პლუს კიდე მაგ გამოსლება მასწავლა თუ რა დროს არის უკეთესი ტრეიდინგი და რა ანუ მაგან უფრო მასწავლა სიზუსტე ასე რა ვთქვათ რა ჩემი აზრით უფრო და პლუს კიდე ის თემები რაც საკემერე შენი მენტორშიპის მერე კიდე რაღაცები რო გავიარე მაგანაც ალბათ მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ ბიზნეს მენტორშიპი ჩემი აზრით საკმარისი არის და დაჟე შეიძლება რაღაც კუთხითაც ბევრი ინფორმაცია არის რა საკმარისია ძალიან მაგ ინფორმაციაზე მეტი არ გჭირდებოდ ძალიან უფრო დაიბნევი. ეხლა ძალიან კარგი კითხვა მაქვს. ის დამთავრე? ორში? ანუ დაიბნევით უფრო რა. არ არის ტექნიკური საკითხი, არ არის მნიშვნელოვანი უფრო ფსიქოლოგი.
ეს mentorship-ი რა, რაც გვაქვს. ავი ხა ძალიან ჩემი თავის ქება და რაღაცა გამომდის პაწუსაც ადმინისტროლია უეჭველი გადაუხადესო ვიღაცა იფიქრეს, მაგრამ ბიჭი კითხვა მაქვს რა, აი ხო ვიდეოები და ლექციები არის ბაზარი არა, მაგიდან ისწავლე რა, მაგრამ აი შენი აზრით აი რამ გასწავლა ყველაზე მეტად აი ეს ყველაფერი რა, ზოგადად მიდგომას ტრეიდინგიც, ტექნიკური მხარეც, აი რა იყო? რა ქენი ისეთი ვიდრე სხვა აი რა შვებოდი შენ ისა უკეთეს ვიდრე სხვა მოსავლეები ჩვენი განსხვავებულად რას აკეთებდი პირველი აი ყველაზე მეტად რას გამისწორდა და რას გავიგე პირველად ეს იყო ჟურნალი რა აი არც სფეროლოგები არც buy-side liquidity არც sell-side liquidity პირველი ყველაზე მეტად რას გამისწორდა ეს იყო ჟურნალი რა ჟურნალზე რო გავიგე და მივხვდი რაც იყო რეალურად ჟურნალი მაგანი მოქმედა ჩემზე ყველაზე მეტად რა და გეგმა რა გეგმა როცა გაქვს პირველად მარტივი არის ტრეიდინგი რა იქ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ფისკან გავიგე რა თორე ჟურნალის გარშე ვერ მიახდო საერთოდ რა ეს პირველი ხო და რაც შეეხება ეხა სხვაებისგან განსაკუთრებული არ ვიცი მე ეგრე რო ყურებ რო სხვაებისგან ანუ შეიძლება უფრო მეტი ეფორტი ჩავდე იმ კუთხით რომ ჯეროდა რომ ეს საქმე ჩემთვის იყო და მოდი მე გეტყვით კიდე ბაცონ როგორ ისწავლა ეს ყველაფერი კარგად მე ძალიან კარგად მახსოვს ანუ განსაკუთრებულად მახსოვს რამოდენიმე მოსწავლის ისე რა ქვია სწავლის პროცესი რა ძველების მით უმეტეს პაწუ იჯდა აი ეხლაც ვზივართ ხოლმე რა ცალკე დახურული ჯგუფი ხო იქ ვზივართ ხოლმე ბაზარი არა შეიძლება თამაშობ და ვერთობი და ვღადაობთ ხოლმე რა მაგრამ რომს ეგ არის ხოლმე რა პაწუ იქ იჯდა თან ჩვენთან კონტაქტში იყო და პლუს ამას კიდე ძალიან ბევრი კითხვა სვავდა ის კი არა თუ ინსტრანავდა ან რამე ეგეთი ანუ კითხვებს სვავდა თან კარგი კითხვებს სვავდა რაც აინტერესებდა ბევრი არის მოსწავლეები ვინც ეგრე არის ბევრი აი ბლეფენასეც მინდა მაგარი რაღაცეები თქვა სიმართლე გითხრათ მაგრამ ხო მოდი ჯერ პაპაც ზამთრ ანუ კითხვებს სვავდა კონტაქტში იყო ვარჯიშობდა ბექტეს აკეთებდა მარკეტზე ტრეიდობდა როაგებდა კითხულობდა რატო წავაგეო არებასებოდა წაგება ეგეც მახსოვს და ამაზე მუშაობდა რა აი იმენა მუშაობდა ამ ყველაფერზე თან ჩემ ცოდნას და სანჯისოდნას ძალიან კარგად იყენებდა ეგ არის მთავარი ეს სერვერი არ არის რაღაცა შაბლონურად ლექციები და ვიდეოს უყურო მარტო რა აქ უნდა გამოიყენოთ ჩვენი ცოდნა ეგ ამ მთავარი კაი და ბლეფენაზე უნდა მეთქვა კაი რაღაცა ხო ბლეფენაზე უნდა მეთქვა რომ ისა რა ქვია ბლეფენა მახსოვს აი იმინა მეგონა რომ ბლეფენა ვერაფერს ვერ იზავდა პირდაპირ გეუბნებით ბლეფენა მახსოვს როცა სწავლობდა ვიცოდი რომ მეგონა რომ ვერაფერს ვერ იზავდა ჯერ მიდგომა ქონდა ძალიან საშინელება მეორე ისა ლექციები რომ მორჩა რავი რაც ხა გამოვაო ეგრე იძახდა რაც გამოვაო რაღაცა იქნებაო რაღაც ეგეთი ზაბავდა ხოლმე იმენა მეგონა რომ ხო ორჯერ გაიარა და მეტორში და წეჩი ვაღიარებ რომ მეგონა რომ არაფერი არ გამოვიდოდა იმიტომ რომ ძალიან ცუდი მიდგომა ქონდა მაგრამ რა ვიცი მე ძალიან გამაკვირვა და ძალიან მახარებს ეგეთი რაღაცეები რა ზოგადად ეს მოსწავლეები ვინც ჭყალებს წარმატებას მიაღწია და ჯერ სად არიან რავი ჯერ კიდე ბევრი აქვს გასავლელი და ბევრი რაღაცა აქვს გასაკეთებელი რა მაგრამ ამათი წარმატება ჩვენი წარმატებაა რა პირდაპირ მნიშვნელობით ესენი რომ ესე სისტემატურ შედეგს დებენ ერთი იმას არ ვამბობ რა აი 1-2 ჯერ რაღაცა გაუვარდებათ და ესა შემთხვევით იღებენ და რაღაც payouts აკეთებენ შემთხვევით რა ბლეფენას აქვს ერთხელ ისეთი payout-ი განაკეთებია რაც ამ სერვერზე არ გაკეთებულა და თვითონაც იცის რომ ეგ payout-ი მას არ ეკუთვნოდა იმენა მახსოვს რომ იცის ხო ეგრეა ბლეფენ მაგრამ მე სისტემატიურობა იპოვა რა რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის აქ იმისთვის არ მოდიხართ რომ 1-2 თვე რაღაც შედეგი ნახოთ და ვსო აქ სწავლოთ მიდგომას ეგ მიდგომა გიყალიბებთ იმას რომ თქვენ მიიხვიდეთ იმ შედეგამდე რომ სისტემატიური შედეგი დადოთ და ეს საქმე რა ვიცი აი როგორც სამუშაო ისე ჩამოგიყალიბდეთ რა ფეოთქნა ეგეთი live trading რომ მქონდა ადრე მესწავდა live-ებზე და რასაც ვამბობდი შედიოდა ტრეიდებში და $2000 აქეთა ეგ ჩაგდებული მოხდებოდა ხო ერთ რაღაცას დავაბმატე კიდე ურთიერთობაზე რა კარჩე ადრე ბისთან და
ლანჯისთანაც ძალიან ახლა ურთიერთობა მქონდა იმ კუთხით, რომ სულ კითხვებს უსვამდი და სულ ანუ ეგ ძალიან გიხმარებათ რა ურთიერთობა, მაგრამ დღეს რაღაცა მსგავს რაღაცას ნაკლებად ხედავ ახალ სტუდენტებში რა. ეგ უფრო რაც დაუკვირდი ძველებში იყო, რომ აი სულ ქოლში ვიყავით, სულ მარკეტს უყურებდით, სულ ბექტესტინგი მქონდა. ხო, ბექტესტს აკეთებდნენ ერთად და რაღაცები. დაჟე მახსოვს ისა შენ რო სილობილეთის ბექტესტს აკეთებდი, მე რო შემოვდიოდი ნერვიულობდი. ეგ მომენტის ქონდა რომ ვირო შემოდიოდა ქოლში, იმენა მარკეტს რო უყურებდი, რა რაღაცა ნერვიულობდი შავით რა. რავი ტრეიდინგმა ძალიან გამზარდა მე რა მიპირადად და ბევრი არის ეგეთი მათ შორის შეიძლება კი არა ბიცეგრი არის დარწმუნებული პირამდენის ხარ შენ მე 22 წლის ვარ ხო პირადში არ ვიცი მაგრამ ქოლში რანაკლებად დღეში 11 ჯერ წერ მინიმუმ აი ჯიპსიკინგისაც აუ რა ასწორებს და ჯიპსიკინგისაც მაგარი შედეგი აქვს დადებული ძალიან ასწორებს საუბრობთ. რავი, თუ რამის ხმა გინდა კიდე რავი, კითხები მეგონი რამე გააქვთ პაწოსთან? ეს ყველაფერი ვკითხე. როგორ ისწავლა, რა გამოიარა? ინჟინერმა ვკითხა ის რაღაცა ვკითხა და მოვსწრო. რა? ბექტესტინგს ვკითხა, როგორ გადიოდიო. ბექტესტინგს როგორ გადიოდი? FX replays. აუ, FX replays ტუტორიალი არ გადამაღებინოთ, გეხვეწები რა. არა, სხვა რაღაცა ვკითხა, ის კითხა, ნოუთებს რაღაცებს იწერდიოთ რაღაც. თუ გაიმეორებ ინჟინერი გაგცემ პასუხს. გისმენ ნუა ბაბა? ტრეიდინგში ვნახე რომ ბაინანსის მემა შეგლია და მან რა როგორ ხდება რომ გამარკვე თუ შეიძლება. არ ვიცი ბაინანსის ტრეიდინგზე არ დამიკავშირები არასდროს. მაგრამ უხეშად პირველი პროფიტი სწავლდნენ რამდენ ხანშია თუ დაკვირვები ხართ რამოდენიმე თვეში. რა ბლეფენა მისა ერთ თვეში გააკეთა. აუ ვიცოდი რა მისს რა. რავი, ნოუთებს ვაკეთებდი, ეს ზუსტად არ მახსოვს თვეში რამდენ ერთვიანი ბექტესტინგი რა გამაკეთა მინდა რამდენი ხანი მჭირდებოდა რა. მაგრამ აი ძალიან წურავდი რა, ნოუთებს ვაკეთებდი ძალიან დიდებს. რომ ყველა ტრეიდერს გავხსნედი, ამას ვაკეთებდი რა. რატო წავაგე, რატო მოვიგე. ნუ აფთომინე გაგიშითა მაგ. ხო, სეში კრიპტოზე ტრეიდინგს თავიდანები. კრიპტოზე არის ტრეიდერი ხო? არა, აი არ მივასება იმენა კრიპტო. ეხლა ისე გაქვს თუ რამი მას აქვს მნიშვნელობა რა, ვიღაც კიდე მიაბი, რაც ტრეიდობ. დემოზე იყო. გადამეფოვია, კაი ხანია რა. უფრო ეს კიდევ შეიძლება იმას გადამექვია, რომ დავუშვათ 90-მდე რო ტრეიდობდი, 80-ზე ვიტრეიდო რა. რაღაც ეგეთი, მაგრამ ის რო დავუშვათ ერთ ტრეიდი რომ იწერია დღეში ერთზე მეტი არ გამიხსენია არასდროს. პაპა კარლო, ტრეიდინგი, ან კრიპტოს ტრეიდინგი არ მევასება. აი რო ეხა ლევერიჯი შეხვიდე და ითრეიდო. ეგ არ მევასება. თვითონ კრიპტო მარკეტი როგორც მოძრაობს ათრეიდოთ. 19 წელს ვარ ეხა. ანუ მეტალურად მინდა რომ მომეზადო წაგებაზე რომ მიდიხარ რას კარგავ აკაუნტს რო ყიდულობ ფილმესა თუ რაღაცას და როგორ მიდიხარ მინუშაზეა რომ მიდია გამიგებთ. შეხედე აკაუნტს რო იყიდი, შენი კონცენტრაცია და ფიქრი იმაზე არ უნდა იყოს რომ რაც შეიძლება მალე გაიარო ეგ აკაუნტი. რაც შეიძლება მალე მიიღო მაქინას შედეგი. თან ბევრსაც არ კარგავ რა ღირს აკაუნტი. აი მე რო ყიდულობდი აკაუნტს, შემთთვის ეგ დიდი ფული იყო. დაჟე მახსოვს შემიც მაგაცები დამეხმანენ, რომ ისა ფანდედ აკაუნტი მეყიდა. Apex-ის პირველი აკაუნტი რო გავიარე, ჩემაც მაგაცება მიყიდეს. მე არ მიყიდია. ისე ვიყავი. თემოქალებში ყოფილი. ხო, რას თუ ეგ და მინუსში მედიხარ, როცა ტრეიდს აგებ. ხო, ტრეიდინგი უზა იმიტომ არის ცუდი, რომ წინა სახედავ მარკეტს რა და უფრო მარტივი არის მაგ ტრეიდის მაგება და იქ FX replay-ზე უკან ახლა დავუშვათ 2 წელს და გადიხარ პირდაპირ რა. აგით ვარი კაი FX replay უფრო. წლის ბოლომდე რო დემოზე გააგზავნო ტრეიდი, ეგ არ იქნება კაი. ეგ უკვე ისეთი პონტია რა, აი რო გეშინია. და დემოზე ვიქნები, თავისუფლად ვიქნები და აი წინ არ წახვალ რა მაგით. 4 თვეზე მეტი წესით რავი აქ თუ ხარ და კარგად ისწავლე ყველაფერი ხო? საკმარისია. უკვე დაიწყო ჯობია შენ თავის გატესტვა აკაუნტებზე. ეს ამდენიმე ლექციას უყურე YouTube-ზე რაღაც სტრატეგია თითქოს დაუჭირე დემო აკაუნტზე ერთ და იგივე სტრატეგიით უფრო გამართლებს. აი დემოზე რო დოლარებს ამ რო ვიგებო
არ მისმის რატომ აი დოლარის მოგება დემოზე რა მნიშვნელობა აქვს პროცენტით ვიჯობი მაგას მენტორებს გადაისდის უყურებდი გეკითხებიან მე დემო და ბექ-ტესტი ერთად ვაკეთო კი ერთად ნაკეთო მე მეკითხებია თუ შენ ხო შენ გეკითხებიან მე უყურებდი კი მე სათქო მენტორში ვიზო მე ყველაფერი ნახე მოგებს ხო მარა თქვა რომ არ გჭირდებათ ხო არ ჭირდებათ FX replays-ზე გადავიდა FX replays უნდა აკეთებდეთ ხალხო FX replay უნდა გაკეთებული უნდა გქონდეთ ანუ ის კი არა რომ ყოველდღე ხა მეც ფულზი ვარ და პაწუც FX replays თავიდან როცა თქვენ გინდათ თავდაჯერებულობა გქონდეთ აი რასაც აკეთებ მარკეტზე ეგ თუ გინდათ რომ გაიგოთ რომ მუშაობს თუ არა რა FX replays-ზე მინიმუმ 1-2 წელი უნდა გატესტოთ რომ პროფიტული ხარ თუ არა მაგ ნახო იშტევს აკია free education-ში რო გადახვიდე დევს მასალები და მაგას უყურე რა თქვენი აზრით წარმატების მიღწევაში ყველა შეუულია ამ სფეროში თუ ბოლომდე მიყვება თუ რა კონკრეტული სკილი უნდა გქონდეს კონკრეტული სკილი და მათემატიკური აზროვნება ამ საქმეს არ ჭირდება თუ ბოლომდე მიყვები და მოინდომებ აი სტიმულები უფრო აღწევს თუ ბოლომდე მიყვები და მოინდომებ გამოგივა ზო იმიტომ რომ ბოლომდე ვერ მიყვება ის პროცენტულობა რა პროცენტულობაც ამ საქმეში აგებს ანუ დირას მირჩე ონლაინ როგორ მომიზადო ცესხი აიღე და ეხავე დაიწყე კაი ხომ ონლაინ როგორ მომიზადო რა ვირამე ელემენტარულებს უყურე აი how to start-ი რომ აი Discord-ში free education-ში ისნახ ოპშენები დაიგინდა შენ თუ არ იცი არაფერი რა პონტი ანუ რა პლუსი აქვს fund accounts აი პაცუგეტს როცა აი დაუშვათ იქ პროფილმაზე არის 50000 დოლარი ანგარიში და შენ მაგდენ ანგარიში მაგდენ ფულს ვერ გაკეჩოდა მაგიდა ჯობია პროფილმაზე ტრეიდი თავიდან და მე თუ გექნება მაგ ხელაფულს გადი live accounts უფრო პროსტა პროფილმებზე ის არის რომ უფრო შეზღუდული ხარ მაგ კუთხით და რაღაც წესები გაქვს რაც უნდა დაემორჩილო ბეგანოდება გაქვს 4 წლიანი რო გაკეთო დღეში რა უნდა იხატო 20 ცენტი თუ რა განვადება მაგ უნდა 100%-იანი 100%-იანი ბაზარი რა კაპიტალით ვაჭრობთ აი გუშინ კი წინა კვირას დავკარგი 100000 კაპიტალი აუ გაგიჟდები 100000 და კიდე ხოთზე ვარ მაგრამ მე კიდე სესხებში ეს კიდე მინდა და რომელს მირჩევთ Apex-ი სესხი თუა გამოტანილი და ტრეიდინგს იწყებს ისწავლე სალამი რუდოლფ როგორ ახარ ვარიორ თავიდან ჯობია პროფილები და მე გადახვიდე live account-ზე მაგრამ კაი ხანი ჯობია პროფილებზე იყო კარგად რო გაწურო მე გადადი live account-ზე გარის კვადრის სადღა შენი ბანკის ანგარიშები გვანა მე დაიჯერეს რა დაიჯერეს მა არა ზმარა და ის მოსავლე რა დაიჯერებს დევს რო უყურეთ ის დღეზე რამეს ვერ გებულობდი გიორგი აქ ანუ შანსი არა რამე ვერ გაიგვა ყველაფერი ისწავლო და იქ მე ის ის მოსმენა როცა იცი მისი კონცეპტები მარტივია იმედია პროფიტულად იასნა ბრატ შენი ძმა მაგარ ხოძია ის რუდოლფ აქ რო აგდებს ხომ პროფიტებს აგვირდებ რა ვიღო მაინც შემილია და მეკარგოს და პირველი რა პროფილი მივიყიდო დემოს გარდა Apex ან თუ features გინდა Apex თუ equity პატ შენი ძმა რომელი პაწუსის არ მithkoms ეგ არა კაი მოდი გავთიშო რეკორდინგს